მოგესალმებით ძილფასო მაყურებლები და მსმენელებო. ახლა მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ეხება ძილის ეპიდემიას. 1916 წელი. მილიონებმა დაიძინა ადამიანებმა, მილიონმა ადამიანებმა დაიძინეს და ვერ გაიღვიძეს. და სინამდვილეში რა ხდებოდა, რა იყო ეს? დღევანდელი ვიდეო მოგიყვება ჩვენ ამაზე. ეს არხი არის პროექტი ქრონოსი. არიცი მეც გაუგნებული დავრჩი, იმიტომ რომ ასეთ რაღაცაზე, საერთოდ ასეთ რაღაცებს გვიმალავდა ჩვენ სისტემა. და პირველი სამამულო ომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, კითხვას ვამს ამ ვიდეოს წამყვანი. ჩვენ ყველას გვატყუებდნენო, ჩვენ გვაიძულებდნენო ჭურების აფეთქებაზე გვედევნა თვალიო, გვაიძულესო პოლიტიკური მოვლენებზე გვეყურაო, იმისთვის რომ ყურადღება გადაეტანათ ჩვენი რაღაც მნიშვნელოვანიდან, რაც უფრო საშინელი იყო და უფრო მასშტაბური. ესე იგი, ისეთი მოვლენისგან გვიცავდნენ ჩვენ, რომ ჩვენ არ გვენახა ყველაზე საშინელი მოვლენა, რომელმაც მთელ კაცობრიობას გადაუკეთა, გადატვირთვა, როგორც კომპიუტერს უკეთებენ. თქვენ ოდესმე გსმენიათო ლეტარგიულ ენცეფალიტზე, ენცეფალიტი არის დაავადება, მაგრამ ოდესმე გსმენიათო ლეტარგიულ ენცეფალიტზე, ესე იგი ადამიანი იძინებს და მე ვერ იხვიძებს და ამ დაავადებას დაარქვეს ლეტარგიული ენცეფალიტი. ალბათობით არ გსმენიათო, ან თუ გსმენიათო ერთეულებსო. და თუ მე გეტყვით, რომ ეს უბრალოდ დაავადება არ იყო, რა იქნება მე თუ გეტყვით, რომ ეს იყო გრანდიოზული გაჩიჩვა ადამიანების ცნობიერების და გონიერების, ხო და ამ მოვლენას დაარქვეს ეპიდემია, რადგან დაემალათ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი, ეს ლეტარგიული ენცეფალიტი ხელოვნური მოწყობილია. ხელოვნურად ჩარევის ნიადაგზე. იდგა 1916 წელი. სამყაროში მიმდინარეობს ომები და ხანძრები, ომებიდან გამომდინარე. მაგრამ ზურგში, ფრონტის ზურგში, ევროპის ქალაქებში, შემდეგ კი მთელი პლანეტის მასშტაბით დაიწყო ისეთი მოვლენების ასრულება, რაც იყო გაუგებარი. ადამიანები უბრალოდ იძინებდნენ. ეს იყო უცნაური ძილი. ეს ისეთი მდგომარეობა იყო, როდესაც ცოცხალი ადამიანი ხდებოდა ცოცხალი სტატუია. ისინი სუნთქავდნენ, მათი გულებიც გერდნენ, მათ შეეძლოთ საკვების გადაყლაპვა, თუ მათ აჭმევდი. მაგრამ მათი სული, მათი ცნობიერება, მათი გონება თითქოს და როზეტკიდან იყო ამოგდებული. მილიონი ადამიანები მთელი სოფლიოს მასშტაბით უცებ გადაიქცნენ უსულო ბიორობოტებად. ოფიციალური სტატისტიკა ჩვენ გვიამბობს იმ 5 მილიონ დაღუპულზე, რომლებმაც საბოლოოდ მაინც ვერ გამოიღვიძეს და დარჩენ ვეგეტატიურ მდგომარეობაში 10 წლების მანძილზე. 5 მილიონი ადამიანი იმ დროისთვის ეს არის კოლოსალური რიცხვი. ეს იყო მაშინ რამდენიმე ევროპული ქალაქების მოსახლეობა. ეს ხალხი უბრალოდ კი არ გარდაიცვალენ რამე ინფექციისაგან. ეს ხალხი იყვნენ უпростоრად წაშლილი რეალობიდან. მათი ცნობიერება იყო დაბლოკილი. ისტორიის საგნები ამაზე დუმს. ჩვენ გვეუბნებიან ყველა ბრძოლაზე, ყველა ისტორიულ მოვლენებზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ დუმარიან იმის შესახებ, რომ პლანეტის მესამედი
იმ მომენტში იმყოფებოდა შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ან ღრმა კომაში. პასუხიც საშინელია. ეს ეპიდემია, ლეტარგიული ენცეფალიტის ეპიდემია, დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ძველი სამყარო ინგრეოდა. რუსეთის იმპერია, ავსტრო-ვენგრია, ავსტრო-უნგრეთი უпростоრად, ოსმალური იმპერია, ყველა ეს გიგანტები დაეცა ზუსტად ამ პერიოდში. დამთხოვაა? ეს დაავადება ჩნდება ზუსტად მაშინ, როდესაც უნდა დაენგრიათ ეს ძველი წყობა და უნდათ ახალი წყობის აღდგენა, უნდათ მართვადი სამყაროს შექმნა. ეს ვირუსი მოქმედებდა გამორჩეულად, არჩევნით უпростоრად. დიახ, მოქმედებდა არჩევნით ადამიანებზე. ეს ვირუსი აზიანებდა ზუსტად ადამიანის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხობდა ნების ყოფაზე. აი, ეს ლაბატომია, არ ქირურგიული ლაბატომია, არამედ ხელოვნური ლაბატომია, რაღაც ქიმიური ნივთიერებიდან გამომდინარე. ალბათ რაღაც ზეგავლენა მოქმედება, ისეთი ნივთიერები გაუშვენ, რომ ზეგავლენა იქონია ტვინის აი ამ პროექციაში. იმ დროს ექიმები იყვნენ პანიკაში. მათ არაზრუს უნახავთ რამე ამდაგვარი. ადამიანები იჭედებოდნენ ისეთ უცნაურ პოზებში და შეეძლოთ ამ პოზებში ყოფილიყვნენ საათების განმავლობაში, დღეების განმავლობაში, კვირეების განმავლობაში. ამას უწოდებენ კატატონიას. მაგრამ ყველაზე მეტი საშინელება არ იყო მათ გაუნძრებლობაში, არა. ყველაზე დიდი საშიშროება იყო მათი ესე იგი გამოღვიძების შემდეგ ვინც გადაურჩა ამ ვირუს ჭყალებში აღწევდნენ თავის მდგომარეობას თითქოს და იყვნენ ტყვეობაში. მათ ყველაფერი ესმოდათ, ყველაფერს იგებდნენ, ყველაფერს ხვდებოდნენ, მაგრამ არ შეძლოთ განძრევა. თითის განძრევაც არ შეძლოთ. ისინი იყვნენ ჩაკიდილი საკუთარ სხეულებში, როგორც ციხის საკრებში. ვის შეეძლო ასეთი იდეალური ციხის შექმნა ადამიანის გონებისთვის და ცნობიერებისთვის? ბუნება თუ ისინი, რომლებიც ფლობდნენ ამდაგვარი ტექნოლოგიებით, რომლის ცოდნა ჩვენ გვეგრძელება. გაიხსენეთ, რომ ზუსტად ამ პერიოდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება ესე იგი სწრაფი გამოგონებები, მაგალითად რადიო კავშირი და ელექტრომაგნიტური ტექნოლოგიები. ჩვენ მივეჩვიეთ ფიქს, რომ რადიო ეს მხოლოდ მუსიკა და ინფორმაციაა, მაგრამ ის იმდროინდელი გლობალური ანძები ამ რადიო კავშირის გადასაცემად ეს ანძები ხომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო დაყენებული. გადასცემდნენ არა მხოლოდ მორზეს ანბანს. რა იქნება, რომ 1916 წელს დაიწყო გლობალური ექსპერიმენტის წელი სიხშირეების გამოყენებაზე ადამიანებზე. და შეიძლება მათ უნდათ გაერკვიათ თუ როგორ მოქმედებს სიხშირეები, სხვადასხვა სიხშირეები ადამიანის ტვინზე. ხო, მე-20 საუკუნის ფოტოებს დააკვირდით და ადამიანების სახეებს კარგად შეხედეთ. და შეამჩნევთ, რომ ამ ეპიდემიის შემდეგ სამყარო თითქოს შეცვალეს. შეიცვალა არქიტექტურა, შეიცვალა ხელოვნება, შეიცვალა თვითონ ხალხი. ომამდე ამ უცნაური დაავადებამდე აქ იგულისხმება პირველი სამამულო ომი და ჩვენ ხედავთო სულ სხვა სახეებს. ხედავთ რთულ არქიტექტურ ფორმებს. ესე იგი ყურადღება მიექცევა სამოსის დეტალებზე და ომის შემდგომ კი, როდესაც ეს ვირუსი გავრცელდა, პრიმიტიული ერა დგება. პერიოდი რუხი ყუთებისა, ერთნაირი
სამოსისა, თითქოს ყველას ერთნაირად აცვია, ერთი გემოვნებით, თითქოს ყველას ერთნაირი იდეები და აზრები აქვთ, ვიღაცამ დაუჭირა გადატვირთვის ღილაკს, ჭაშალა მაღალი ცივილიზაციის კულტურა და ატვირთა უფრო პრიმიტიული ცივილიზაციის კულტურა, პრიმიტიული ცივილიზაციის ცხოვრების წესები, ატვირთა ახალი სისტემა, ისინი, რომლებმაც გაიღვიძენ ლეთარგიული ენცეფალიტის შემდეგ, ხშირად იცვლებოდნენ იმ დონემდე, რომ მათ ვერ ცნობდნენ მათი ისინი არ იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ დაძინებამდე. დილის შემდეგ სულ სხვები გახდნენ. ბავშვები დგებოდნენ აგრესიულები. უფროსები კარგავდნენ მორალურ ორიენტირებს და ისინი, ვინც გაიღვიძეს ამ დილის შემდეგ, გავდნენ ცარიელ გარსევს, რომლებიც იყვნენ მზად, რომ მათში ჩაეტვირთათ ახალი პროგრამა. და ამ პროგრამებმა ნაჩქარევათვე გამოავლინეს თავის თავი. რევოლუციები, დიქტატურები, უდიდესი დეპრესია, ყველაფერი ეს ყველაფერმა ამან უпроსტად მოახდინა სიღრმისეული ზეგავლენა ახალი საზოგადოების ნიადაგზე, რომელმაც ახლახან გადაიტანა გლობალური ფსიქიკური ტრავმა. ოფიციალური მეცნიერება ამ ვირუსის წყაროს უწოდებს ამოუცნობელ გამომწვევ ვირუსს. მაგრამ აი პარადოქსი. მაინც ვერ გარკვიეს თუ რა ვირუსმა გამოიწვია ეს დაავადება. მედიცინის ასწლეული განვითარების განმავლობაში მიკროსკოპების ქვეშ და გენეტიკური ანალიზების გაკეთებით მეცნიერებმა ვერ მოახერხეს აღმოეჩინათ ის აგენტი, რომლებმაც დააძინა ამდენი მილიონი ადამიანი. ისინი კი გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაქრენ. ვირუსი, რომელიც მთელად ადამიანებს მასიურად დამთავრდა 1927 წელს. ეს ჟღერს როგორც ზღაპარი დაწერილი ბავშვებისთვის, ბიოლოგიაში კი მასე არ ხვდება, თუ არის აგენტი, რომელიც იწვევს დაავადებას, ის რჩება პოპულაციაში, მუტირებს, ბრუნდება, მაგრამ ეს ლეთარგიული ენცეფალიტია ისევე სწრაფად, ისევე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა, როგორც გაჩნდა უпроსტურად 1916 წელს. და შემდგომ არც კი გამოჩენილა. თითქოს ვიღაცამ გენერატორის რუბლინგი გათიშა. ან პირიქით ის სხვა სიძლიერეზე გადართო. ჩვენ დგავართ გრანდიოზული აღმოჩენის ზღურბლზე, რომელსაც შეუძლია გადააბრუნოს ან შეცვალოს უпроსტურად თქვენი წარმოდგენები რეალობაზე. რა იქნება მე თუ ვიტყვი, რომ ეპიდემია არ დამთავრდა? რა იქნება თუ მე გეტყვით, რომ ეს დაავადება გადავიდა სხვა უფრო ფარულ ფაზაში? მაგრამ ეს რომ გავიგოთ, ჩვენ ისევ წარსულში უნდა დავბრუნდეთ. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ იდგა ამ დროს კულისების მიღმა. რა ტექნოლოგიები იყო გამოყენებული და გადარჩენილები რატომ იხსენიებდნენ უცნაურ ხილვებს, რომელიც ყველას ჰქონდათ ერთნაირი ხილვები. ხო, ყველა ერთაიგივეს ამბობდა ამ გამოხოცების შემდეგ. თითქოს მათ უჩვენებდნენ ერთაიგივე კინოს. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ლეთარგიული ენცეფალიტი არის ვირუსული დაავადება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ დაავადების ეპიდემიოლოგია არ ემორჩილება გამოკვლევას. წარმოიდგინეთ ჯარისკაცებით სავსე ბარაკი, ხო? და ამდენი ხალხში ჯილში ვარდება ერთეულები. ეს რომ ყოფილიყო ინფექცია, ან ტიფი, ან გრიპი, ერთ კვირაში უნდა დაწვეს
დასცემობდეს მთელი ბარაკი, ხომ აცია? მაგრამ ეს არ ხდებოდა. ავადდებოდა ერთი და მეორე და მესამე რჩებოდნენ ჯანმრთელები. ეს ვირუსი არ გადაიცემოდა ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე. სახარო გზით. ესე იგი, დასცმობება ამ დაავადებით, ძილში ვარდებოდნენ მასიურად ყველა ქვეყნებში, ქალაქებში. თითქოს ბრძანებით, უხილავი პიროვნების ბრძანებით. ეს ჩამოგავს ნივთიერების გლობალური გაფანტვის შედეგად გამოწვეულ პროცესს. მოვლენას უფრო სწორად. ეს დაფრქვეული ქიმიური ნივთიერება, როდესაც დედამიწაზე ეშვებოდა, იფანტებოდა არა თანაბრად. ამ წლებში 1915 წლიდან 1918 წლების ჩათვლით კაცობრიობა პირველად ისტორიაში მასიურად გამოიყენა ქიმიური იარაღი. ტონობით გამოიყენა ქლორი და კიდევ უცნაური ქიმიური დასახელება წარმოთქვა, მე ვერ გავიმეორებ და ეს სამი ნივთიერება, კიდევ ორი ნივთიერება ქლორის გარდა, ეს ნივთიერებები იყო გაფანტული ატმოსფეროში. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს აირი იფანტებოდა ბრძოლის ველზე. მაგრამ პლანეტის ატმოსფერო ხომ ჩაკეტილი სისტემაა. სად გაქრა 1000 ტონა ნეიროტოქსინები? ეს ნეიროტოქსინები უნაკლოდ არ გამქრალა. ეს ნეიროტოქსინები ავიდა ატმოსფეროს ზედა ფენებში, გაერიან საჰაერო ნაკადებს იქ ზედა ატმოსფეროში და უხილავი ნალექებით დაუბრუნდნენ დედამიწის ზედაპირს. ქალაქებზე ხო და ეს ნალექები რასაკვირველია დაეცემოდა მშვიდობიან ქალაქებს, სოფლებს, რჩეულად ხომ ჩამოვარდებოდა ნალექების სახით. ის უბრალოდ ნალექს მოყვებოდა და სადაც მოხდებოდა, იქ დავარდებოდა. ზოგადი ნეიროპარალიტიკური გაზებით მოწამვლა და ლეტარგიული ენცეფალოპათიის სიმპტომები ძალიან გავს ერთმანეთს. ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ტვინიდან ირღვევა სიგნალების გადაცემა ტვინიდან კუნთებზე, ადამიანი თითქოს ქვავდება, ამას რუსულად უწოდებენ სტუპარ და შეიძლება ეს ლეტარგიული ენცეფალოპათია იყოს გლობალური ქიმიური მოწამვლა და მაშინ იმ მომენტში იმ დროინდელი მმართველებმა გადაწყვეტეს მასკირობა, ესე იგი ხალხისთვის ეთქვა, რომ თითქოს ეს იყო უცნაური ვირუსი. არა და იცოდნენ შემდგომში რა იყო ამის მიზეზი. მოდით წავიკითხოთ მაგ დროინდელი სამედიცინო ანგარიშები, რომლებიც იმტვრება არქივებში. ცნობილი ვენის ექიმი, ვენა, ავსტრია, ცნობილი ქალაქ ვენას ექიმი სიფონო კანომა, ვისი სახელით შემდეგ ამ დაავადებას დაარქმევენ, როდესაც ეს ექიმი, ესე იგი, როგორ გითხრათ, ატარებდა გვტრების გამოკვლევას, ხსნიდა თავის ქალებს და მან ნახა რაღაც ისეთი, რისი გაგება იყო შეუძლებელი. ანთება იყო წერტილოვანი. და ეს დაავადება აზიანებდა რუხ ნივთიერებას, ტვინის რუხ ნივთიერებას. ოღონდ შუა ტვინის ჰიპოთალამუსის რუხ ნივთიერებას. ტვინში არა, აი ამ ჰიპოთალამუსის გარშემო განლაგებულ რუხ ნივთიერებას. ხო, იმათაც რომ ის არ არისო ძლიერი ანატომიაში, ახსნიო რომ ეს ადგილი არისო ჩვენი ცნობიერების სამართვო პუნქტი. დილის და სიფხიზლის შორის.
თითქოს სნაიპერმა ისროლა ზუსტად ისეთ წერტილში, რომელიც ადამიანს ხდის აქტიურ შემქმნელად და გადააქცია ეს ადამიანი პასიურ დამკვირვებლად. დაზიანებები იყო იმდენად სპეციფიკური, თითქოს და ჩაერევნენ ქირურგიულად უჯრედულ დონეზე. აქ ჩვენ ვხედავთ ფილიგრამულ გათიშვას მაღალი ფუნქციებისა. სად იყო ყველაზე ძლიერი აფეთქებები ეპიდემიისა საწარმო ცენტრებში, მჭარბ დასახლებულ ადგილებში, სატრანსპორტო გზების კვანძურ ადგილებში, ესე იგი იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია იყო ყველაზე მაღალი. ის ადგილები, სადაც საჭირო იყო ამ დაღლილი ადამიანების ომის შემდგომი პერიოდი იყო და ამ დაღლილი და მშიერი ადამიანების აჯანყება აიცილებინათ თავიდან. ხალხი გადაიქციოდა ცოცხალ სტატუეტკებად. ადამიანი შეშფდებოდა აწეული ხელით, დარჩენილი პირით. ეს მხოლოდ ძილი არ არის, ეს არის მატრიცის არეულობა, გაჭედვა მატრიცის. ტელევიზორი გახსოვთ, ტელევიზორები რომ საბჭოთა კავშირის დროს ტელევიზორები ხოლმე ხანდახან ფუშდებოდა, როგორ იჭედებოდა. აი ამდაგვარად. ექიმები ისეთ მაგალითებსაც ახდენდნენ, როდესაც პაციენტი იჭერდა მათგან გასროლილ ბურთს. ეს ხდებოდა ავტომატურად რეფლექტურად, მაგრამ უბრალო კითხვაზე ვერ პასუხობდნენ. ესე იგი, იყო ნახდათ ჩანდა მანძილი არა, უფსკული სხეულ და ცნობიერებას შორის. სხეულს და ცნობიერებას შორის იყო უზარმაზარი უფსკული. პიროვნება იყო დაბლოკილი და ასეთი ხალხი იყვნენ იდეალური მონები ტოტალიტარული რეჟიმისა. ტოტალიტარულ რეჟიმს აწყობდათ ასეთი ხალხი, რადგან ისინი იმუშავებდნენ და ზედმეტ კითხვებს არ დასვამდნენ. ამ პერიოდში ხდება კიდევ ერთი უცნაურობა, რაზეც ურჩევნიათ გაჩუმდნენ. ფსიქიური დაავადებების მძაფრი შეცვლა. ეპიდემიის დამთავრების შემდეგ 20-იან წლებში საგიჟეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო გადატვირთული, მაგრამ ადამიანებით კი არა, ვისაც ეძინა, არა. საგიჟეთში ხდებოდა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ეს ლეტარგიული ენცეფალოპათია ფეხზე. მათ ეცვლებოდათ ხასიათი. ის, ვინც იყო წესიერი, ხდებოდა აგრესიული. ხდებოდნენ ფსიქოპატები, წესიერი ქალები ხდებოდნენ გარყვნილები. ბავშვები არ ისწავლებოდა. ექიმებმა დაარქვეს ამ მოქცევას პოსტენცეფალიტიური სინდრომი. შეიმჩნეოდა მასიური დეგრადაცია. 1916 წლამდე დონე ინტელექტუალური, ესე იგი, გონებისა იყო მაღალ დონეზე. მაგრამ 1925 წლის შემდეგ ჩამოვარდა დონე ინტელექტუალური აზროვნებისა. ეს იყო მხოლოდ სადა მიწა. ტექსტები გაადვილდა, მუსიკა გახდა პრიმიტიული, ხელოვნება აიღო მიმართულება აბსტრაქციისკენ, თითქოს და კაცობრიობას IQ დაუწიეს დაბალ პუნქტამდე ნაძალადევად. იცით თქვენო, რომ ბევრი მათგანი, რომლებსაც დაეძინათო 1916 წელს, გაიღვიძესო 10 წლის, 20 წლის, ზოგმა კი 30 წლის შემდეგო. წარმოიდგინეთ, ისინი რა დღეში ჩავარდებოდნენ. მაგათმა დახუჭეს ძალები იმ პერიოდში, როდესაც არსებობდა იმპერიები, რა პერიოდშიც არსებობდა ეკიპაჟები, ტრანსპორტი იყო ცხენი და დროგი და ფაეტონი და მაგრამ შემდგომ თვალები რომ გაახელეს, აღმოჩნდნენ ბეტონის სამყაროში, რა დროსაც არსებობდა უკვე რადიო, ჯაზი, არსებობდნენ ტოტალიტარული ლიდერები, ბელადები. ეს ხალხი, რომელმაც დაიძინეს, გახდნენ ცოცხალი საბადოები, მათი ნათქვამს აწევდნენ, როგორც ტყუაზე გადასული ადამიანის ნათქვამს. ისინი ამბობდნენ, რომ მათი ძილიანობის პერიოდის დროს ისინი უბრალოდ კი არ ხედავდნენ სიბნელეს, ისინი იმყოფებოდნენ უცნაურ სივრცეში,
სადაც მათ აჩვენებდნენ სხვა სამყაროებს, სადაც ისინი გრძნობდნენ ვიღაცის დასწრებას, კოლექტიური галუცინაციები ან ჩართვა მათი ერთიანი საინფორმაციო სისტემასთან, სადაც ეს სისტემა გადააკეთებდა მათ სუნდიერებას, მათი სხეულები ეგდო უმოძრავოდ საავადმყოფოს სატოლებზე, რატომ არ მოქმედებდა მათზე წამლები, ძველი სამყარო უბრალოდ კი არ უნდა დაენგრიათ ომით. ძველი სამყარო უნდა წაეშალათ ადამიანების მეხსიერებიდან და რა იქნება იმაზე ეფექტური თუ არა მოწმების გაჩიშვა რამდენიმე წლით. თუ გონიათ რომ ზარალი მიადგა მხოლოდ ხალხს, არა. არქივებში არის მონაცემები იმაზე თუ როგორ უცნაურად იქცეოდნენ ცხოველები იმ პერიოდში, ესე იგი საქონელი მასიურად ვარდებოდა, იძინებდა, აგრეთვე ნახსენებია ფრინველები, რომლებიც კარგავდნენ ნავიგაციას. ეს იყო პლანეტარული მასშტაბის მოქმედება და თუ ეს იყო იარაღი, ღილაზე ვისეჭირა თითი, ნაკვალებს მიყავხარ არა იმ ომში ჩათრეული ქვეყნების გენ ესე იგი შტაბებში, არამედ უფრო მაღლა, იქ სადაც გეგმავენ არაბრძოლებს მიწის ნაკვეთის გამო, არამედ გეგმავენ ადამიანის არსების პიროვნების გამო. როგორ ახსენთ თქვენ ცარიელი ქალაქების ფენომენს? დახედეთ სოფლიო დედაქალაქებს, ცარიელ დედაქალაქებს ინტერნეტში ბევრია ასეთი ფოტო დადებული და ეს ფოტოები გაკეთებულია იმ პერიოდში 1916-დან 1920 წლებს შორის. პარიზი, ლონდონი, სანქტ-პეტერბურგი, ნიუ-იორკი, უზარმაზარი პროსპექტები, უზარმაზარი ლამაზი შენობები, მაგრამ ქუჩებია ცარიელი. ისტორიკები გვალენჩებენ და გვეუბნებიან, რომ თითქოს და მაშინდელი ფოტოაპარატები ადამიანებს ვერ იღებდნენ, რადგან ადამიანების სილუეტები იშლებოდა, მაგრამ ეს იყო სიცრუე. ამ ფოტოებს კაფეო ჩანს ჩრტილი ხეებიდან, უბრალოდ ხეების ჩრტილი, დროშების ჩრტილი, შენობების ჩრტილი, ღრუბლებიც კი ჩანს კაფეოთ, მაგრამ ადამიანები არცად ჩანან. სად გაქრა მილიონი მაცხოვრებელი? ხო, იტყვიან ფრონტზე არიანო, მაგრამ ნეიტრალური ქალაქებიც ცარიელია და შეიძლება მოსახლეობა იყო გამომწყვდეული კარანტინზე ჩაკეტილ ბარაკებში, ან გამოკეტილი იყვნენ საკუთარ სახლებში და იყვნენ ჩადირული ლეტარგიულ ძილში. იმ მომენტში, როდესაც კაცობრიობა იმყოფებოდა იძულებით გათიშულ მდგომარეობაში, მიდიოდა ყველაზე მასშტაბური შეცვლა ტექნოლოგიებისა. 1914 წლამდე სამყარო ცხოვრობდა ორთქლზე და ნახშირზე და მთავრესად გამოიყენებოდა ცხენისძალა და უცებ ჯადოსნური ჯოხის დაქმნებით 5-7 წლების განმავლობაში სამყარო იბრძოდა, ნაწილი სამყაროს იბრძოდა, ნაწილს ეძინა, ჩდება ძრავები, შიდაწვის ძრავები, ავიაცია, რადიოკავშირი, ელექტრიფიკაცია, ქარხნები, ვინ ააშენა ეს ქარხნები, ვინ დახაზა ნახაზები, გეგმის ნახაზები, ვინ იდგა მაგ დანადგარებთან, თუ ყველა მამაკაცი იყო ფრონტზე და მილიონი სამოქალაქო პირი პირს ეძინა ლეტარგიული ენცელოპათიით, ლეტარგიული ძილით. შეუძლებელია ტექნოლოგიური ნახტომი გააკეთო 10 წლეულის განმავლობაში, 100 წლეულის განვითარება მოახდინო 10 წლეულის განმავლობაში, როდესაც ყავს უსახკარო და დასუსტებული მოსახლეობა, თუ ეს ტექნოლოგიები არ იყო შემოტანილი გარედან, უკვე გამზადებულები. ხო, იმ პერიოდში იყო ისპანკა, ასეთი გრიპი და ისპანკა და ამ ლეტარგიული ძილის ნიშნები, ესე იგი, ჩამოგავდა ერთმანეთს
და ეს დაავადება გრიპი ისპანკა შეიძლება შეგნებულად იყო გაცილებული, რომ საბოლოოდ მოიღო ბოლო ამ ხალხისთვის, რომლებსაც ეძინათ და დაბრალდებოდა მერე გრიპის ვირუსი. ხო, ეს გრიპი ისპანკა იყო გავრცელებული ეტყობა ხელოვნურად იმათვის, ვინც არ ექვემდებარებოდა ამ ლიტურგიულ ძილს, ან არ ემორჩილებოდა ახალ სისტემას. იმ დროინდელი ექიმებს ეშლებოდათ დიაგნოზები. შეიძლება ადამიანი ჩავარდნილიყო კომაში ენცეფალიტის გამო, მაგრამ დასკვნაში წერდნენ, რომ ის იყო ინფლუენცია. ეს იყო გრანდიოზული განწმენდა წინა ეპოქის მოწმებისა. მილიონი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძველი კულტურის მწარებლები, ძველი ტრადიციების მწარებლები და რომლებსაც ჰქონდათ სხვა მეხსიერება წარსულზე, იყვნენ უბრალოდ წაშლილები დედამიწის ზედაპირიდან. და ვინც დარჩა, ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ, ან იყვნენ ძალიან ახალგაზრდები იმისთვის, რომ წინამდებობა გაეწიას სისტემასთვის. არიან ისეთებითო, ვინც გადარჩაო, მაგრამ სტატუის ფორმა შეინარჩუნაო, დარჩნენ როგორც ცოცხალი სტატუეტები, როგორც ქანდაკებები, ცოცხალი ქანდაკებები. არ გამოსულან მდგომარეობიდან და დარჩნენ ისე ცოცხალი ქანდაკებები. 1959 წელს დოქტორი ოლივიე საქსი მისცა მასეთ პაციენტებს საექსპერიმენტო წამალი ლადოპუ ვერ გავიგე რა თქვა და მაგათმა გაიხვითეს 40 წლის ძილის შემდეგ, რაც მოხდა შემდგომში, უნდა გამხდარიყო მსოფლიო სენსაცია. მაგრამ ეს იყო უცებ დავიწყებული. ეს ხალხი მოვიდა გონზე და გზონდნენ თავს შინაგანად ახალგაზრდებად. მათ ეგონათ, რომ გარეთ ჯერ კიდევ არის 1920 წელი. მენტალურად ისინი არ დაბერებულან, მაგრამ მათი რეაქცია თანამედროვე სამყაროზე იყო საჩვენებო. ისინი იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობდა იმ მე-20 საუკუნის ბოლოს, ხედავდნენ ადამიანებში უცხოს, ყველაფერს უცხოს. ის ხალხიც უცხო იყო მათთვის. ხო, გამოხვითებულები ხედავდნენ მე-20 საუკუნის ბოლოს ცხოვრებ ადამიანებს, როგორც მექანიკურს, როგორც უსულოს. კი, ცოცხალი კი იყო ეს ადამიანები, მაგრამ უფრო ჩამოგავდნენ მარიონეტებს. და გამოხვითებული ადამიანები ამბობდნენ, რომ სამყარო გახდა მკვდარი. იმის მიუხედავად, რომ განვითარებული ტრანსპორტი იყო, ნათურები ენთო ქალაქებში, მაგრამ მოკლე ვადის შემდეგ ამ პრეპარატმა მიატოვა მოქმედება და მათ ისევ ჩაეძინათ. თითქოს სისტემა მიხვდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და ისევ ჩართო ის რუბინიკი და ისევ გაჩიჩა ეს ხალხი, გამოხუცებული ხალხი. ეს ამტკიცებს იმას, რომ მათი მდგომარეობა ხელოვნურად იყო გამოწვეული. მათი ტვინი იყო ჯანმრთელი, მათი პიროვნებები იყვნენ ცოცხლები, რომელიღაც გარე ბლოკირატორი არ აძლევდა საშუალებას ემართათ მათი სხეულებით. და მე-20 საუკუნეში ჩვენ უბრალოდ შეგვეცვალეს პოლარობა. დააკვირდით არქიტექტურას. 1920 წლამდე შენდებოდა სახლები სიმაღლით 5 მეტრო, ისეთი ფანჯრებით, რომლის დამზადება ჩვეულებრივი გზით შეუძლებელია. უდიდესი ძილის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აშენება ისეთი ბინებისა, როგორც ხრუშულტებია, ბეტონური ყუთები, სად გაქრა ოსტატები, სად გაქრა ნახაზები, სად გაქრა საარქიტექტურო სკოლები. მაგათ დაეძინა და ვერ გაიღვიძენ. ცოდნები იყო ამოღებული და კაცობრიობას დაუტოვეს ის ცოდნები, რომლებიც საჭირო იყო ქარხნების და სანავთო კოშკების მისახედად. ჩვენ ცხოვრობთ უფრო განვითარებული ცივილიზაციების ნანგრევებზე, რომლებიც გაანადგურეს არა ატომური ჭურვებით, არამედ წყნარი, ტკბილი ძილით. ჩვენ ვართ იმ პრიმიტიული წინაპრების წამომავლობა, რომლებაც გადაიტანეს წვენდა, ან ვინც დათანხმდა, მიიღო ახალი წესები გადატვირთვის დროს. ითხრით თქვენ თავს, ჩვენ დროს
რატომ მიდის საუბარი გაუგება უცნაურ ვირუსებზე, რომლებიც ტვინს აზიანებენ, ახლა ხო ცდილობენ ჩვენ სახლებში გამოკვეთონ ტექნოლოგიები ნეიროფესების და მაპატიეთ გოლის სწორად რაღაც შემიშალა ხო ნეიროფესების ტექნოლოგიები და ჩიპიზაცია ვითარდება ასეთი ჩქარი ტემპით. აცლეულის უკანდელი სცენარი ისე მეორდება იმ დროსაც ჩაატარეს ტესტირება გლობალური ქიმიური ნივთიერებით გლობალური გაჩიშვა რადიოტაღების მეშვეობით ახლა კი მაგათ აქვენ ინტერნეტი და 5G ლეტარგიული ენცეფალიტი არ გაქრა ის უბრალოდ ელოდება ახალ ბრძანებას ის ადამიანები რომლებიც ადრე დაიძინეს 20-იან წლებში იყო როგორც მოშლილი მასალა როგორც დაძველებული მასალა ახალი სისტემისთვის ეს იყო ექსპერიმენტი სულის და სხეულის გაყოფის ექსპერიმენტი ახლა მე კიდევ ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ჩემგან ეს იმ ექსპერიმენტს გავს რომელსაც უტარებდნენ პენი ბრედლის და ბავშვებს გადაცებულ ბავშვებს გერმანელები NASA ის ამერიკული სადაზვერვო სააგენტო ძალიან ჩამოგავს ხო მე გამახსენდა ეს პირველ რიგში არამედ მარტო პენი ბრედლის არამედ სხვა ინსაიდერებსაც ბავშვობაში და ის ჩიპიზაცია რომელიც კოვიდი არის ხელოვნური ხომ ხელოვნური არ ვიტყვი სახელს შეიძლება რომ არ დამიბლოკონ ვიდეო ის კოღოს ნაკმენს დავარქვევ მაგას კოღოს ნაკმენი ხო ეგიც მაგრამ მათ არ ჩაუვარდათ გეგმა რადგან ხალხი არ მოგდა ამ დავადებით კი ზოგი გარდაიცვალა ზოგი გადარჩა და მე ამიტომ გეუბნებით ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჯანს როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჯანსაღი აზროვნებით ჯანსაღი ფიქრებით პოზიტიური განწყობით იმისთვის რომ ჩვენი დედამიწის პოზიტიური დროის ხაზი გაძლიერდეს ჩვენ უნდა შევითვალოთ აზროვნება სხვაგვარად ჩვენ ამათ ვერ მოერები ვერთ იარაღით ვერთ ლანძღვრდგინებით ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ ჩვენი ეს ახანდელი დროის ხაზი გაძლიერდეს და მას არაჯობოს ნეგატიურმა ხაზმა ნეგატიური ხაზი პარალელურად ნეგატიური ხაზიც მიდის და ხანდახან ნეგატიური და პოზიტიური ხაზი კვეთენ ერთმანეთს მაგრამ ნეგატიურ ხაზს ჯერ ძალა არ აქვს ამიტომ რომ ის ხაზი არ ყვებოთ ჩვენ და გავაძლიეროთ უფრო ეს ხაზი ამისათვის ჩვენ უნდა შევითვალოთ ჩვენი მსჯელობა ჩვენი ფიქრები დავაწყოთ ვიყოთ პოზიტიურები აგრესიულობა ჩავაქროთ ყველა ეს ესე იგი ნაკლი რაც ჩვენ ხელს გვიშლის ვიბრაციების აწევაში ეს ყველაფერი უნდა ჩავახჩოთ ჩვენში ხოლო ასე გავიმარჯვეთ ჩვენ სისტემა ახლა ბრძოლები მიდის ძველი და ახალ სისტემებს შორის ძველ მატრიცას ენაცვლება ახალი მატრიცა ტრამპი ებრძვის ძველ სისტემას მეწუნეთ ძალიან სასიხარულო ამბებია მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ისევ არ ჩაგვაგდონ ჩვენ ლეტარგიულ ძილში და არ წაგვართვან ჩვენი პიროვნობა არ წაგვართვან ჩვენი სული ცნობიერება და გონება ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ვიბრაციების აწევით დავეხმაროთ ჩვენი დადებითი ვიბრაციებით დედამიწას რომ ყველაფერი ცოცხალი გაძლიერდეს უნდა ავწიოთ ჩვენი სივრცის ვიბრაციები რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და დროსაც გააჩნია დაბალი და მაღალი ვიბრაციები ჩვენ ყველაფერი უნდა გავაძლიეროთ ჩვენ გარშემო გავაძლიერებთ ყველა რომ გააძლიერებდეს მაშინ ეს დადებითი ერთმანეთთან დაკავშირდება და უფრო გაძლიერდება უფრო გაწმენდავენ სივრცეს ხომ გესმით მე სიტყვა მინდა სხვაგვარად ჩვენ ძველ სისტემას სხვაგვარად ვერ მოერევი ჩვენ კარგი მოდით ახლა მე
ამაზე შევწყვეტ, ამიტომ ძალიან ძიმე თემაა, ძალიან ძიმე. არ მინდა ეს თემა გავჭიმო, უბრალოდ მე თქვენ გადმოგეცით რა ხდებოდა. ბევრი რამ ხდებოდა, ისეთი რაც ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცით. ამიტომ ჩემო კარგებო, ჩვენ თუ გინდათ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და თქვენი მომავალი იყოს ამ რაც გესმით ახლა ჩემი ვიდეოებიდან, მე ხარ ჩამოთვლით ამიტომ ამ ნეგატიური მხრების გარეშე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მომავალი. ჩვენ ვდაკვებოთ ჩვენი პოზიტიური ხაზი, დროის ხაზი, ჩვენი პოზიტიური აზრებით, პოზიტიური ენერგიით და მერწმუნეთ ჩვენ გავიმარჯვებთ ძველ სისტემაზე. მადლობთ ყურადღებისთვის.